სიტყვანი ეკლესიასტესი ძისა დავითის იერუსალიმის მეფის ამოებათა თქვა ეკლესიასტემ ამოებათა ყოველივე ადამიანს რას ხმატებს შრომა რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა თაობა მიდი თაობა მოდი ეს ქვეყანა კი უცვლელია უგუნისამდე აღმოხდება მზე და ჩადის იგი უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამოფრწყინდება სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ ბრუნავს მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება ზღვა კი მაინც არ აღივსება მდინარენი საიდკენაც მიედინებოდნენ კვლავაც იქითკენ მიედინებიან უძლურია ყოველი სიტყვა არ ძალუց კაცს ყოველივეს თქმა თვალი ხედვით ვერ გაცხება ყური სმენით ვერ აღივსება რაც ყოფილა იგივე იქნება და რაც მომხდარა იგივე მოხდება არაფერია მზის ქვეშ ახალი ნახავენ რას მე და იტყვიან აჰა ახალი ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში არ დარჩენილა ხსოვნა იმათი ვინც წინათ იყო და მომდევნოთაც ვინც იქნებიან არ გაიხსენებს მათი მიმყოლი მე ეკლესიასტე მეფე ვიყავ ისრაელისა იერუსალიმში ვიწყე კვლევა გულმოდგინებით გონებით განსჯა ყოველივე სირაიც მომხდარა ცის ქვეშეთში ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამიანის ძეთ სატანჯველად განვიცადე ყოველი საქმე რაც კი მომხდარა მზის ქვეშეთში და ავცანი ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა გამრუდებულს ვეღარ გამართავ ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ ვუთხარი ჩემს თავს აჰა მოვიპოვე და განვიმრავლე ცოდნა ყოველთა უპირატესად ვინც არსებულად ჩემს უწინარეს იერუსალიმში და ეზიარა გონება ჩემი განუზომელ სიბრძნეს და ცოდნას როცა მივაპყარ გულისყური შევიცან სიბრძნე მეცნიერება უმეცრება და სისულელე მივხვდი ამასაც არ აქვს აზრი რადგან როცა დიდია სიბრძნე
დარდიც დიდია. მრავალი შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს. ვუთხარი ჩემს თავს, მოდი გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა და ესეც ამაოება ყოფილა მხოლო მივხვდი გართობა ფუჭის საქმეა, მხიარულება რის მაქმნის? ვიფიქრე ღვინით დამებანგა ჩემი სხეული, ხოლო გონება სიბრძნით ეფხიზლა. დავდგომოდი გზას სიბრიყვისას ვიდრე ვნახავდი, რა სიკეთეა კაცთათვის მასში, რასაც იქმნიან ცის ქვეშეთში, სანამ ცოცხლობენ. დიდი საქმენი ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი, გავიშენე ჩემთვის ბაღები და წყალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი, წყალსატევები მოვაწყვე, რომ მოერწყათ ნორჩი ტევრები, შევიძინე მონამხევალნი და მრავალ მესხნენ სახლში სახლეულნი, მყავდა ცხვარძროხა იმათზე მეტ, ვისაც ჩემს წინ უმეფია იერუსალიმში. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, მეფეთა განძი ყოველი მხარის, გავიჩინე მგალობელნი, კაცნი და ქალნი და სიამენი ხორციელნი, ულამაზეს ხარჭათა დასი. განვიდიდე და გავმდიდრდი უმეტეს მათსა, ვინც ჩემს წინარე არსებულა იერუსალიმს და სიბრძნე ჩემი მე ვემეყუდნა. არ ვარღვევი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა. არ დავაუკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყველივე იყო ხვედრი ჩემი შრომისა. მერმე როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ და ყოველ საქმეს ჩემს ნამოქმედარს მივხვდი. ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი ქარის ნაბერი და რომ არ არის სარგებელი ამ მზის ქვეშეთში, რადგან რახაქმნას ადამიანმა, რომელიც მოვა შემდგომ მეფისა, რომელსაც უკვე ყველაფერი უქმნია ქვეყნად, ოდეს ვიკვლიე რა არის სიბრძნე, ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე. ბრძენი კაცი გონებით ასჭვრეთს, უგუნური კი ბნელში დავალს. დავუწყი მაინც მოწევნადი ერთი აქვს ყველას. გულს ვუთხარ მაშინ, მეც უგუნურის ბედი მეწევა, მაშ რათხა ვიყავ მე სხვაზე ბრძენი და გულსვე ვუთხარ, ამაოება ყოფილა ესეც. მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური, გაივლი ჟამი, ყველაფერი დაივიწყება, ვაგლახ რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით და შევიწულემ ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რა
რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა ქარების დევნა. და მოვიცულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია მზის ქვეშეთში და რაც სხვას უნდა დაუტოვო ჩემ შემდგომ მოსულს. არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უქონურს. რაიც სიბრძნით მომიღვაწია მზის ქვეშეთში. აჰა, კიდევ ამაოება. და წარვუხოცე იმედი ჩემს თავს, რომ აღარაფერს მოველოდე იმ ღვაწლისაგან, რაც მზის ქვეშეთში გამიწევი. ნახავ კაცს იღწვის, არიშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად. ვისაც არასდროს უღვაწია ამ საქმისად, ამაოება არის ესეც. და უდიდესი ბოროტებაც. მაშ აღარ რჩება ადამიანს შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა. თხენი მისნის სატანჯველია, საზრუნავი მისი წუხილი. ღამითაც არისვენებს შფოთავს გული, აჰა, კვლავ ამაოება. კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთა. ვინ ჭამს ანუ სვამს, ან განცხრომას ვინ მიეცემა მის გარეშე, ვისაც ისითნებს, მას მიანიჭებს სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს, ხოლო ცოდვილს კი მოხვეჭისათვის საზრუნავს უჩენს, რათა ღვთის სათნოს დაუტოვოს ეს მონაგარი. ამაოება არის ესეც და ქარის დევნა. ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ მზის ქვეშეთში. ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა, ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა, ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა, ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა, ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა, ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა, ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა, ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა, ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა, ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა, ჟამი სიყვარულისა და ჟამი
სიძულვილისა ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა რას არგებს მაშვრალს შრომამისი კიდევაც ვნახე საზრუნავი რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამის ძეთ მათსა ტანჯველად მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის თვით იდუმალი შეცნობად აღძრა გონება კაცთა ოღონდ ისე რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავით და ბოლო ვუწყი რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე ვიდრეღა ცოცხლობს თუ კაცსა ვისმე არ აკლდება საჭმელ სასმელი და შრომისა წილ სიკეთეს პოვებს ეს მადლია ღვთის ნაბოძები ვუწყი ისიც რომ ყოველივე ღვთის მიერ ქმნილი იარსებებს უკუნისამდე არც დამატება სჭირდება რამის არც გამოკლება ასე ქმნა ღმერთმა მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ რაიც ყოფილა უკვე არის დიდი ხანია და რაც იქნება ის უკვე იყო დაც გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს კიდევ ვიხილე მზის ქვეშეთში განსჯის ადგილი დაეკავა უკანონობას მართლის ადგილი მტყუან კაცს ეპყრა მაშინ თქვი გულში ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი და ვთქვი ჩემს გულში ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა რათა დარწმუნდნენ რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია ერთის სიკვდილი მეორისას გავს და ყველას ერთი სული უდგას კაცი პირუტყუზე ვერაფრით ვერ უპირატესობს რადგან ყველაფერი ამაო ყოველივე ეს ერთ ადგილს მივა ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა რომელი იტყვის რომ კაცთა სული ზევით მიილტვის ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის ქვესკნელისაგენ ვხედავ კაცთათვის სხვა სიკეთე რომ არ ყოფილა თუ არ იხარა თავის ნაღვაწით რადგან ესაა მისი წილი ამ მზის ქვეშეთში ვინ დაანახვებს რა მოხდება შემდგომად მისა კვლავაც ვხედავდი ძალადობას რაც კი ხდებოდა მზის ქვეშეთში აჰა იღურება ჩაგრულთა ცხრემლი და მათ არავინ ანუგეშებს მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა არავინ აღყავთ ნუგეშის მცემი უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდი ხნის მკვდარნი მადზე ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის ვინც ჯერ არ დაბადებულად არ უნახავს ბოროტება რაც მზის ქვეშ ხდება ისიც ვნახე რომ
სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვევ. ამოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა. ბრიხს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს. ერთი პეშვის სიმშვიდე ჟობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭს აზრუნავს. კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზის ქვეშეთში. არსებობს კაცი მარტო ხელა. არ ყავს არავინ, არც ძმა, არც შვილი, ხოლო შრომას ბოლო არ უჩანს და ვერ გაძღება მისი თვალი დოვლათის ხილვით. ვისთვის ღაშრომობს და სიამეს რისთვის ღაიკლებს. ამაოება არის ესეც და ფუჭის საქმე. მარტო ყოფნას ჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში. თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს, მაგრამ ვაი მარტო მყოფს თუ დაეცა ვინღა უშველის. თუ ორნი დაწყნენ, გათბებიან, მარტო მყოფს კი რაღა გაათბობს. თუ ერთს დაძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება, მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი. ღატაკი მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყ მეფეს, რომელიც უკვე ვერ ასისწავლის, რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფეთ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას. ვიხილე, ყოველ მკვიდრს მზის ქვეშეთში ყმაწვილი ახლავს. ეს მისი სხვა, მის ნაცვლად დადგება. არ უჩანს დასასრული ხალხს, ვინც მათ უწინარეს იყო და არც შემდგომნი მოინატრებენ მათ, რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა. ფეხს ნუაუჩქარებ ღვთისახლისაკენ მიმავალი, გაფრთხილდი. მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან უკეთურებას რომ სჯადია. ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარი სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწა. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები. როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალ სიტყვა უგუნურის ნაუბარი. თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარ განან, რასაც აღუთქვამ აღუსრულე, სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღასრულო. ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი. ნუ სიმართლებ თავს ანგელოზის წინაშე შევცდიო, რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპო შენი ხელით ქმნი. რადგან ბევრ სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლა. შენ კი ღვთისაგეშინოდე. თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სამართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი, ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი. უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე
ხნისთვის იღწვი. ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება და არც სიმდიდრის მოყვარული თავისი შემოსავლით ესეც ამაოება. ბევრ დოვლადს, ბევრი მჭამელი ჰყავს, რაღა დარჩება პატრონს მისას მხოლოდ ყურება. ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინ ცოტა ჭამოს გინდა ბევრი, ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარ. არის მიხილავს მტანჯველთა ბოროტება მზის ქვეშეთში, პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე, დაიკარგება სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება. ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭ შრომი. ესეც მტანჯველი ბოროტებაა, როგორც მოვიდა ისე რომ წავა, რა სიკეთეა ფუჭად რომ შრომობს. თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს დარდით, ტკივილით, გულგასენილი. აი სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს. ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზის ქვეშეთში, დღენი მისნი ღმერთმა რომ მისცა. რადგან ესაა მისი ხვედრი. კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით. ეს ყველაფერი ღვთისწყალობა. და რა კი ბევრს, ვერაფერს გაიხსენებს კაცი თავის სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს. არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზის ქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის. მისცემს კაც ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს, დიდებას და ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა უცხო ვინმე მოიხმარს. ამაოება არის ესეც და უბედურება. კიდეც რომ შვას კაცმა 100 შვილი დაიცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოსიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო. ფუჭად რომ მოვიდა და ბნელში წავიდა, ბნელში რომ დაინთქა სახელი მისი. ვისაც მზე არ უნახავს დარც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია. თუნდაც იცოცხლოს 2000 წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა. ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება. რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე, ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას, სჯობს თვალით ნახო, ვითრე გულს ახვე, ამაოება არის ესეც და ქარის დევნა. რაც კი არსებობს ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია, არ არის კაცი, ვისაც შეუძლია ძლიერთან დავა. ბევრი რამეა ამაოებას რომ ამრავლებს. რა უპირატესობა აქვს კაცს? რადგან ვინ უწყის რა არის კარგი კაცისთვის,
მის ამაო წუთის სოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს. ვინ აუწყებს კაცს? რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ? კარგი სახელის ჯობს ძვირფას ნელს აცხებელ. დღეს სიკვდილისა გაჩენის დღეს. ტირილში წასვლას ჯობს ხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა. ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იყო. წუხარებას ჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული. ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურთა ფიქრები ხიარულების სახლში. სჯობს ბრძენისაგან კიცხვას ისმენდე, ვიდრე ბრიყვის განქება დიდებას, რადგან ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს გავს. ამაოება ესე. გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს, ხოლო ქრთამი რყნის გულს კაცისას. საქმის ბოლოს ჯობს მის დასაწყის. სულ გრძელი კაცის ჯობს ამ პარტავა. გულისყრომად ნუიჩქარი, რადგან გულისყრომა უგუნურთთა მკერდში ბუდობს. ნუიტყვი წარსული დროება აწმყოს რად სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ კითხვას. კარგია სიბრძნე და დოვლათი, დიდად სარგვა მზის მჭვრეტელთათვის. სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია. მის მფლობელს აცოცხლებს. შეხედე ღვთის შექმნილს, ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს. კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც. ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს. ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთის სოფელში. მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული კი დღე გრძელობს თავის ბოროტებაში. ნუ იქნები ზედმეტად მართალი და მეტის მეტად ნუ დაბრძენდები, რად გინდა რომ შეძრწუნდე. მეტის მეტად ნუ იბოროტებ, არც გააბრიყუდე, რად გინდა რომ უდროდ მოკვდე. უმჯობესია ერთიც იყო და მეორეც, არც ერთი უარყო და არც მეორე, რადგან ღვთის მოშიში ყველაფრისგან თავს აღწევს. სიბრძნე ბრძენისათვის ძალა, ქალაქის 10 მბრძანებელზე აღმატებული. არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სოდავდეს. ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გესმოდეს შენი მონა როგორ გაგინებს. რადგან ბევრჯერ გამოგიცდია შენც რომ აგინებდი სხვებს. ყოველივე სიბრძნით გამოვიკულიებ, თქვი ბრძენი ვარ მეთქი, მაგრამ სიბრძნე შორსაა ჩემგან. შორია რაც იყო და ღრმა არის,
ღრმა ვინ მიაგნებს გულს ვიდევ შემეცნო შემესწავლა გამომეკვლია რა არის სიბრძნე და გონიერება რათა ცოდნოდა რომ უმეცრება ბოროტება მივხვდი სიკვდილზე მწარია დიაცი მახე და ბადეა მისი გული ბორკილებია მისი ხელები ღვთისათნო გადაურჩება ხოლო ცოდვილი მისგან დატყვევდება აი რას მივხვდი თქვა ეკლესიასთან თან მიყოლებით უნდა მისდიო რომ აზრს მიაგნო კიდევ ამას ეძიებდა გონება ჩემი მაგრამ ვერ ვპოვე 1000-დან ერთი მამაკაცი ვპოვე მაგრამ მათ შორის ვერ ავპოვე ვერც ერთი ქალი აჰა ეს ვპოვე მხოლოდ ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ ბრძენს ვინ შეედრება და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას სიბრძნე ადამიანს სახეს უნათლებს და მისი სახის სიტლანქე იცვლება გეუბნები ასრულებდე მეფის ბრძანებას თუნდაც ღვთისადმი მიცემული ფიცის გამო ნუ ისწრაფვი მისგან წასვლას და ბოროტ საქმეს ნუ დაადგები რადგან რასაც ისურვებს ყველაფერს გააკეთებს ვინაიდან სიტყვა მეფისა კანონია ვინ ჰკადრებს მას რას აკეთებო ცნების შემონახველს ავი საქმე არ შემთხვევა ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს ადამიანის უბედურება კი ის არის რომ მან არ იცის რა მოხდება ან ვინ ეტყვის მას როგორ მოხდება არავის ძალუც ქარის შეჩერება ვერავინ განაგებს დღეს სიკვდილისას ვერ ვის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან ვერ იხსნის სიბოროტე მის პატრონს ეს ყველაფერი ვიხილე და დავაკვირდი ყველა საქმეს რაც მზის ქვეშეთში მომხდარა და ის დროც ვნახე როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავის და საზიანოდ კიდევაც ვნახე ბოროტეულნი და მარხულნი ადრე რომ მოდიოდნენ წმინდა ადგილას და ბრუნდებოდნენ დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში სადაც ამგვარად იქცეოდნენ ესე ცამაოება რა კი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტის საქმე ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას ცოდვილმა კაცმა ასჯერ რომ ჩაიდინოს ბოროტის საქმე მიეტევება მე ისიც ვიცი რომ მიეგებათ მადლი ღვთის მოსავთ რომელთაც ეშინიათ ღვთისა არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღე მოკლე იქნება ყველა ვისაც ღვთის არ ეშინია როცა გულს ვიდევ შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყოველი საქმე რაც ქვეყნად ხდება ჩემს თვალებს ძილი არ უნახავთ არც დღე არც ღამე გამოვიკვლიეს ყველაფერი ერთი ხვედრი აქვს ყველას მართალს და უკუხმართ
კეთილს და ბოროტს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის არ შემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის მოშიშს. ადამიანის ზეთა გულები ახსავსია სიბოროტით და სიშრეკია მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ. ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი, რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება. მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც. აღარ ექნებათ აწდამარდის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება. წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვის შენი ღვინო, რა ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი. მუდამ სპეტაგი გქონდეს სამოსელი და ზეთი არ მოაკლდეს თავ შენსას. დატკბილ სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს შენს წუთი სოფელში და რომელიც მოგცა ღმერთმა მზის ქვეშ შენს წუთი სოფელში, რადგან ესაა შენი ხვედრი სიცოცხლეში და იმ შრომაში, რასაც შენ მზის ქვეშ ეწეოდი. რისი კეთების ძალაც შესწევ შენს ხელებს, აკეთე, რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა ან სიბრძნე არ გაყვება შავეთში, სადაც მიდიხარ. ისიც შევიტყვე ამ მზის ქვეშეთში, რომ მკვირცლთა ნებაზე არა არბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი, რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს. რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი. ავბადეში გახვეული თევზივი და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ. ეს სიბრძნე შევიტყვე მზის ქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე იგი. იყო ქალაქი მცირე და ხალხიც ცოტა. მოადგა ქალაქს დიდი მეფე, ალყა შემოარტყა და შემოაშენა დიდი სიმაგრეები. აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი აღარავის აღარ გახსენებია. ვთქვი, სიბრძნე ძალაზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს. ბრძენთა სიტყვები წყნარად ნათქვამი უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი. ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს. შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს. მცირედი სიბრიყვე უფრო ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება. სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვად ვერ რჩება. ყველას ეუბნება, რომ ბრიყვი თუ თავს დაგატყდა, უფროსის რისხვა შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან
ჩვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება. არის სიბოროტე კიდევ მზის ქვეშ რომ ვიხილე. თითქოს მბრძანებლისაგან მომდინარე შეცდომა იყოს. სიბრიყვე გამდიდ და მეტად, ხოლო მდიდრები დაბლას ხედა. ვნახე მონები ცხენებზე მსხდარნი, ხოლო მთავარნი მონებივით ფეხით მავალ. ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდებაში, ხოლო კედლის დამანგრევალს გველი დაშხამავს. ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოხსწვეს. ხის გამჩეხავს, ხევე დაასახიჩრებს. ცული თუ დაგიჩლუნდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება. ჭკუით უნდა წარმართო საქმე. თუ შეულოცველს უკბინა გველმა შემლოცველი ვეღარ უშველის. ბრძენი სიტყვები მადლია, ბრიხს კი მისი ბაგეები ღუპავს. მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვია, ხოლო შედეგი ავისიშლეგე. ბრიყვი მრავალ სიტყვა, მაგრამ არ უწყის კაცმა რა მოხდება, ვინ აუწყებს მის შემდგომ რა იქნება. ბრიხს დაჰკანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისაკენ მიმავალი გზა. ვაი, შენ და ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას. ბედნიერი ხარ ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ ძალთა მოკრეფად არასალხინოდ. სიზარმაცისაგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა სახლში. სამხეარულოდ იმართება პურობა, ღვინო სიხარულით ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს. შენ ფიქრშიც კი ნუ აგინებ მეფეს, საწოლ ოთახშიაც ნუ აგინებ დიდებულს, რადგან ცის ფრინველი წაუღებს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს სიტყვას. წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ. მიეც ნაწილი ქონებისა 7-ს, 8-საც კი, რადგან არ იცი რა უბედურება მოელის ქვეყანას. როცა ღრუბელი აივსება, წვიმაც იწვიმებს ქვეყანაზე, თუ დაეცა ხე სამხრეთში ან ჩრდილოეთში, სადაც დაეცა იქვე დარჩება. ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს. ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის. როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლების სავსე მუცელში, ასევე არ უწყის საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა. დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებ შენი ხელი, რადგან არ იცი რომელი უფრო სასიკეთოა, იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს. ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა. თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა და იმხიარულოს ახსოვდეს,
რომ მრავლად იქნება შავი დღეები, ყველაფერი რაც მოვა, ამაოა. იხარე ყრმაო ვიდრე ნორჩი ხარ, გამო შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიყევ შენს გულს და თვალთამზერას, ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგანდგენს ღმერთი. უყვიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი. გახსოვდე შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში, ვიდრე დაგიდგებოდეს მწარე დღეები და გეწეოდეს წლები, რომლებზეც იტყვი რაღაცი მათგიან მეისინიო. ვიდრე დაბნელდებოდეს მზე, ნათელი და მთვარე და ვარსკვლავები, ვიდრე ღრუბლები კიდევ ჩანან წვიმის შემდეგ, ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა, შეეშინდებოდეთ სიმაღლისაც და გზებზე შიში დაივანებდეს, აყვავდებოდეს ნუში, დამძიმდებოდეს კალია და დაცხრებოდეს ვნება, როცა მიდის კაცი თავის საუკუნო სახლისაკენ და უკან მიჰყვებიან მოტირალნი, ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი და იმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს უწინარის ბორბალი ჭაში, მიიქცეოდეს მტვერი მიწად როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა. ამაოება და თქვა ეკლესიასთან, ყოველივე ამაოა. თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასთან, ხალხსაც შეასწავლა სიბრძე, იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავლს, ეძებდა ეკლესიას და საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები. ბრძენთა სიტყვები წვერ გამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია, იგავთა კრებული ერთი მწყემსისგან შთაგონებული. კიდევ გეტყვი შვილო, ყურად იღე, ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადონებს. მოისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო. ღვთისა გეშინოდეთ და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს